გიგებად რომ როცა ორი გზა ერთიანდა და ერთ საერთო ამბად იქცევა. ჩვენ სამყაროში ყველაფერი ამბავია. ადამიანების საგნები, განცდები, ემოციები, მნიშვნელოვანი თუ მნიშვნელოვანი მოვლენები. ყველაფერი ამბავთან ასოცირდება. ხოლო სწორედ ერთ-ერთ მსგავს ისტორიულ ამბავში მონაწილეობისთვის შაბათს მივდივართ თბილისში. ვახტანგი ნინიას ხელს თხოვს. დღეს ბინაც ავიღე საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად თბილისში. Leon ჰოტელი, ნახოთ რა იქნება. 60 ლარი, ხოლოდ თან სასტუმროს რევიუს ჩავწეროთ ამასთან ერთად. და რაც ყველაზე მთავარია, გადავიღოთ ბატონი ვახტანგის და ნინიას განცდები და ემოციები. ჩვენ ბატონ ვახტანგის კრეატიული და ფართო წარმოსახვის უნარია. და ძალიან კარგი პერფორმანსი აქვს მოზადებული თავისი სატრფოსთვის. და ვფიქრობ ძალიან ყოფილი იქნება ნინიაც. ახლა რომელია საათი? დღეს საკმაოდ გვიანობოდა მომიწია გაჩერება ოფისში. 12:20 წუთი. თუმცა ძალიან სასიამოვნო ამბობს ოფისში თან ავტო გაჩერება. შენია ბურთი და მოედანი. ჭიქა მაგასაკეთე. ხო რა ვიცი იმ ფასში რაც ამ ბინაში გადავიხადეთ. ცუდი არა, პატარა, მყუდრო, საყვალობა ოთახია, თავისი საპირფარეში და გვერდითაა სამზარეულო. ოღონდ ის საერთო სამზარეულო. ეს ცუდი არა. ამ ფასში არის იდეალური. მოკლედ ჩამოვედით. გუშინ რასაც ლაპარაკობდი აივანზე, აქ პროცესში ვყიდნობდი ბილეთს და ვიყიდე ეს ბილეთი. თუმცა ისე დაემთხვა, რომ თურმე დავით მოდიოდა დღეს დილით თბილისში. რა თქმა უნდა, მე რჩივნა ბევრად წამოყოლდი დავით. ამის შემდეგ მივწერე ტიკეტში საპორტს, თუ შეიძლება ბილეთს დაბრუნვა, თუმცა როგორც მითხრეს, არა შეიძლება. ხო და ბილეთი დავიტოვე და მაინც წამოვყავი დავით. დავითმა დამტოვა ხარაჯიშვილის მეტროსთან, მე გამოვედი რუსთაველზე და აქვე არის საკმაოდ ახლოსა რუსთაველთან ეს სასტუმრო. Leon ჰოტელი. ამის ლინკს მე ჩავაგდებ აღწერაში. კი ნახეთ თქვენ ძალიან ნორმალური ვინაა, ძალიან კარგი სტაფით, ლოკაციით და პლუს ფასი. ძალიან ბიუჯეტური, რაც აღნიშნე უკვე არაერთხელ. ახლა ერთადერთი პირველ რიგში მოგავაკეთო, არის ის, რომ ეს ზედა გამოიცვალა. კი ნახეთ გუშინ აივანზე, ხედავდით როგორი ამინდი იყო ქუთაისში. თუმცა აქ არის ყინვა და ზამთარი. თბილისში ჩავისავსებ. მოკლედ, თითქმის მზადვართ 3:28 წუთია და წესით 6:09-მდე არ გავდივარ ასეთ. მანამდე ესე იგი 2 საათი მაქვს. ამ 2 საათში უნდა მოვასწროთ ჭამ. თუმცა ახლა გადავწყვეტ საათი შეიძლება ვჭამთ. და რაც თავარია ძალიან თბილად მაცვია. თავარი კიდე ამ სასტუმროში როგორც მითხრეს არ შეგიძლიათ ადგილზე თანხის ბარათით გადახდა. ამიტომაც გაითვალისწინეთ და იგულეთ ქეში. გამარჯობათ. სალამი ბავშვო. მაქედან ხორნა გადავედი. მიკროფონი ჩამიტეთ ერთი თანხა. ერთი. თანხა აქ. ბატონი
თორნიკე, თავი კაცი. კაცი თავი როგორც სიძე იტყო და როგორც თქო, ახლა მინდა მიცის რომ მაისის ბოლოს აპირებს ხელის თხოვნას. Уловнили к нам, и то магазин. Там вообще ретро მაგარია. კაი, ჩართულია ფორტეპიანო. მაგარი. კი არა, ხელის მოწერას. პირველი ჩანა ჩავერთეთ 1-1-1-2 1-1-1-2 მაქსიმუმ 2 წუთში და მოვდივართ და ქედი. მეგაგითი შედროხ მაგავიღოთ თქვენი. აი შეგიძლიათ მარკეტას დასეთ. თულას ფეხი არ წამოდო ამას. მე დავუჯდები სადმე ნაპირში რომ პირველი და ის ყვავილები ჩემ ხომ. ყვავილებიც მოვმე. მაგრამ უკან დაჯექი ჯობია. ზევით ჯობია, მაგრამ რავი, თუ ერებებით. მოდი ჯერ შევა. არ გამოჩნდებით ასე. ხო, ამას. არა ეხლა აღნიშნე მეც კი. ნამდვილად. არის აქ პრეზენტაცია. აუჯობა. შეიძლება? წინა. ხო გითხარი ბეჭედი ერთ თვეში იქნება თქო. ერთ თვეში იქნება და ჩვენ ვთქვათ რომ არ შემოგვეთა და თებერვალში შევუკვეთა. Protect you, oh children, lift up your voice, lift up your voice, children, rejoice.
the train that goes to the kingdom. Happy mother, having fun. You're my wildest expectation. Train we're jumping on. The train that goes to the kingdom. Happy mom, we're having fun. The train ain't even left the station. მოადგაც და შენ არ გითხრა ნახე. გიგა ზესტაფონში სად არის? გიგა ზესტაფონშია მე მეცი კარები ჩამეკეტა. ისე კი შეუვარდა ჩვენ ვახტანგის ხიპი აღარ აქ ისე გამოწეული. შეხვდია ზუსტად არ ყოს და უკან. ამას მიგზავნი ხო იცი? აი დავასწრე. ხო რა თქმა უნდა. გამოგიგზავ მე არ გიჭირთავ და და მე როცა ჩაირთვა ის სიმღერა რომელსაც მე ვკრება ამასო მარტო როცა არიციანი ხო უყვები არ ყოფილან მას მე ლაპარაკებოდა როცა აუის ეს რომელსაც
მაღაზიაზე მოვიდა. 20 წუთი ველოდეთ აქვსო. ეგ მართლა ემოდა. ფიმღეროთ. უბრალოდ განიხილა. 20 წუთი ყვავილებს პუტავდი დღეღამაზე. მithwagzele vlogs ბატონი გამლაძესთან ერთად ვართ ყვავილების გაზრობაზე წასული. შევედით ბაზარში. არ მინდა გამოდი აქ. არ ვენოგი რა. ვენოგი დამჯერდება თორმე ვეწონე და შეიძლება ავიღო ხო ერთ სალი. ხო არა. რამდენია შეიძლება? ნახვა მინდოდა უბრალოდ თუ არის ბევრი მინდა. ხო, თქვენ დაგიგვიდებით. ხალბატონია და იგეგმა ყველაფერი. თუ თქვენ გახდებით ჩემი საცოლე. არ მჯერა, ჯერჯერობით არ მჯერა. ალბათ კიდევ კარგ ახანს ვერ დავიჯერ. მაცადე რამდენიმე თვე? მაცადე რამდენიმე თვე? ფაქტობრივად ცოლიო. ჰეი, ვახუშია, ხუშია. რა სიტყვის დღევანდელ პერფორმანსზე? დღევანდელმა დღემ შეიარა იდეალურად, იმიტომ რომ ჩემს მაკაც უკვე ცოლი მოყავს. რაც დავგეგმეთ 100%-ით შესრულდა, ასე რომ ბრავო ახოს და ძალიან კმაყოფილები ვართ ყველა ნამდვილად. დღევანდელმა დღემ ჩაიარა, არა იდეალურად, იმიტომ რომ ჩვენი გაქალი გაგვინდა. მოვტარცან თუ ახტანგი? მოგწესე ჩვენი გაქალი ძალიან ბედნიერები ვართ. არ მოგეცნობთ ამ მოყოლიკოდა. მაინც არ უშვებს. გახოს გიგონია რომ ერთი გოგო მოიყვანს, მაგრამ ჩვენ სამი შეჭამ დროს. 24. მაგრამ უნდა აღინიშნოს თავი კაცმა იდეალურად კაცი თავმა იდეალურად ჩაატაროს. კაცი თავი. მოკლედ დღევანდელი დღე იყო ძალიან ემოციური, უსაზღვროდ ბევრი ვიტირეთ ყველა. მე არ ვიტირია. ძალიან მაგარი. და დიდი მადლობა თავი კაც, რომელმაც იდეალურად გააკეთა ყველაფერი. კაცი თავი. მადლობა შენ თორნიან ყველაფერს. მადლობა შენ. მადლობა ყველას მეგობრებო. მადლობა ჯეოსელს. მადლობა ჯეოსელს. ახტენგი როგორი გზნობა ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან გადასარევი უკვე თითი გია და ბეჭედი თითი გაკეთდა უკვე დამკვიდრებულია ყველაფერი. ძალიან სასიამოვნო ყველაფერი. უკვე გზნობრო სხვა ეტაპზე ადამიანი გადასული და ახლა შევისწრებით, მაგიდაზე დავსწრებით, შევიდოთ, ნავით, დავიდოთ, ნავით. აუღნიშნავს დღევანდელ მოვლენას და დილ ამბობს გადავაგრძელოთ. სიმრავლეს, სიხარულს, ბედნიერებას გისურვებთ და დავიშლებით წავალ სახლებში. წლები ამათ გამოარჩენდა ხო? თავიდან დაიწყო შუადან აწევდა. საიდან იცით, გამომიხარ? აი ფონდი გაიასე. საკუთარი ცოლი მეყოლება. საკუთარი ბოჟები და საკუთარი ტელეშადგიორი და საკუთარი გადამჩენელები. მამას გადამჩენელი. ხო და გაუმარჯოთ. გემზადეთ. ვინც იქნებიან, როგორც იქნებიან. მართლა ყველა ნათლიები ვიქნებით აქან აქიდან იქით. გადაავი.
ასე ჩემი ლამაზი არ ისე რომ საათამდე შეგვიძლია? მაგას დავწუნებული ვიყავი და ეგრეც მოხდა რა. ალიო დროს კაი, დღევანდელ დღეს გაუმარ! ილამშვიდობის გაცემდა ასე ბედნიერად ხიეულად ჩავატარეთ წუხანდელის საღამო მოვეს სიყვარულის თვითონაც დაულოცეთ ბატონი ვახტანგი დაულოცეთ გზა საცოლე ხო და ყველაფრის მერე სიტუაციამ გადაინაცვლა კლუბში და ახლა ჩატში როგორც ნახულობ ბოლო ადამიანის სახში მივიდა დილის 4 საათსა და 59 წუთზე და სასიამოვნო კარგი საღამო იყო უნდა აღვნიშნო რომ ვახტანგი არის ერთ-ერთი პირველი ჩემს სამეგობროში ვინაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება ცხოვრებაში ან ცხოვრებისეულად მსგავსად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და იდეაში როცა ნინიას მსგავსი ადამიანი და ნინია ყავს გვერდით ბევრი საფიქრალი არც ექნებოდა ვახტანგის და მოკლედ დიდ წარმატებებს და ბედნიერებას უსურვებ მათ ცხოვრებაში და მალე გვინახავს პატარა ვახუნიები და ნინიები მათ გვერდით ახლა კი ჩვენ ჩავლაგდეთ მოვემზადოთ და გავამართოთ ქუთაისისკენ და დავალოდოთ ნახოთ ვინ იქნება შემდეგი ნახოთ Edgar.